გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ზღაპარიყოს ფერადი სამყაროდან და დღეს მინდა ერთად დავხატოთ პატარა ჩიტი ბეღურა. ძალიან ნიოლი დასახატია, ერთი ხელის მოსმით, აი ასე, მოვხაზავთ ჩიტის ფიგურას, იგივეს გავიმეორებთ, ეს იქნება ფრთა. მერე გავუკეთოთ ნისკარტი. დავხატოთ თვალი, თვალში ჩავხატოთ პატარა თეთრი სინათლის ანარეკლი, გავუკეთოთ წამწამები, რომ გაპრანჭული ბეღურა გამოგვევიდეს, შემდეგ დავხატოთ ფეხები, როგორც ვიცით 3 თითი აქვს ფეხზე, ფრთაზეც და კუძზეც ესეთი 3 ხაზი დავუკეთოთ. და უკვე შეგვიძლია გავაფერადოთ. მე გავუკეთებ ყვითელ მუცელს. აი ასე. შემდეგ ნისკარტს და ფეხებს გავაფერადებ სტაფილოსფრად, ნარინჯისფრად. თვალს გავაფერადებ შავად, ოღონდ აი ამ თეთრ გოლებს დავტოვებ თეთრად. და თვალის კონტურს შემოვავლებ შავ ფერს, რომ უფრო მკვეთრად გამოჩნდეს თვალი. მე მაქვს რამდენიმე ყავისფერი, ფრთას გავაფერადებ უფრო ღია ყავისფრით, რომ გამოკვეთილი იყოს ტანისგან და გამოირჩეოდეს. შემდეგ უფრო მუქ ყავისფერს ავიღებ და იმით გავაფერადებ ტანს. ნელ-ნელა მიყევით, არ იჩქაროთ, რომ თეთრები არ დავტოვოთ. ფურცლის თეთრი მხარე არ ჩანდეს, სულ უნდა გავაფერადოთ კარგად. დავფეროთ. ასე ყავისფრად იმიტომ ვაფერადებ, რომ ბეღურები არიან ყავისფერ ფერებში, ხო, რომ დავაკვირდეთ. ყვითელი მუცელი არა აქვთ ბეღურებს, მაგრამ სილამაზისთვის მე გავუკეთე. თავზე ცოტა იასამნის ფერს გადავატარებ. ხო, მუცელი უფრო ღია ფერისა აქვს ხოლმე ბეღურას, ვიდრე ზემოდან ზურგი. ამიტომ გავუკეთე ყვითელი მუცელი. აი ეს ხაზები, რომელიც დავუხატეთ ფრთებზე გავუმუქოთ, ამასაც იასამნის ფრით გავუმუქებ. და სანამ თქვენ ჩემთან ერთად აფერადებთ ამ ბეღურას, წაგიკითხავთ ჩემს დაწერილ ლექს ბეღურაზე. იმედია მოგეწონებათ. მაშინ, როცა შემოდგომის სუნი იგრძნეს, ბარგი შეკრეს, გაემზადნენ გასაფრენად. ბეღურა კი ვერხვის ტოტზე შემომჯდარი, შესცქერო და ფრინველების გადაფრენას. მერცხალს უთქვამ, შენ სულელო, აქ სად რჩები? მალე ალბათ დაიწყება ცივითოვა. გამიგია შემოდგომის წვიმის შემდეგ უსათუოდ მოჰყვებაო ქარის ქროლვა. წამო ჩვენთან თბილ ქვეყნებში გადავფრინდებთ. იქ ისეთი ლამაზია მზის ამოსვლა. იქ არასდროს შეგაწუხებს შიმშილი და ქუჩა-ქუჩა არ მოგიწევს პურის თხოვნა. მერე, როცა ზამთრის სუსხი გადაივლის და ქვეყანა მზის სხივებით აივსება, ყველა ერთად სამშობლოში დავბრუნდებით და ბუდეებს საძირკველი ჩაეყრება. არა, ჩემო მეგობარო, ვერ წამოვა. ვერ დავტოვებ მარტო ხეებს, გაყინულებს.
მოიწყენენ უჩემობით ნეკერჩხლები, თელებს, მუხებს, ზღაპარს ვინღა უგალობებს, თუმცა ნაძვებს ცივზამთარში არასცივად, თბილი ქურქით შემოსილებს ფიფქი ათოვთ, ბეღურებთან მეგობრობა ახალისებთ და ჟივილი მხიარული ჩვენი ართობთ. შენ გაფრინდი, მოიარე მთადაველი, უცხო ქვეყნის ინახული აისები, დაბრუნდი და მოგვიყევი იმ მხარეში, თუ როგორი ლამაზია დაისები. დილის ნამმა ჯეჯილს პირი ჩამობანა, როცა იამ გაზაფხულის ცას ახედა, დაბრუნებას ზეიმობდნენ ჩიტუნები და ბეღურებს ულოცავდნენ გადარჩენას. აბა, როგორი ლექსი იყო? კომენტარებში დამიწერეთ, მოგეწონათ თუ არა ჩემი ლექსი. ამასობაში დავასრულეთ ჩვენი ბეღურის ხატვა და მე ამ ბეღურას დავსვავ ხის ტოტზე, ჰარში ხო არ იქნება ჩამოკიდებული. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფონი აურჩიოთ, შეგიძლიათ მიწაზე დასვათ, საკენკი დაუყაროთ, შეგიძლიათ სხვა ბეღურებიც მიუსვათ გარშემო. ხეს გავუკეთოთ პატარა ტოტები, აი ასეთი. შემდეგ გავაფერადოთ ისიც ყავისფრად. ხის ტოტი არის ყავისფერი, ამაშიც გამოვიყენებ რამდენიმე ყავისფერ ფანქარს, რამდენიმე ტონის ყავისფერს. ჯერ დავფერავ უფრო ღია ფერის ყავისფრით, აი ასე. დავსვათ ჩიტი ტოტზე. ეს პატარა ხის ამოშვერილი ტოტებიც გავაფერადოთ. ახლა ავიღებ უფრო მუქი ფერის ყავისფერს. ეს ცოტა მოწითალო ყავისფერია. და ტოტის ქვედა მხარეს, სადაც მზესხივი არ ხვდება ტოტს, გავაფერადებ უფრო მუქი ყავისფრით. აი ასე. ეხლა მე მინდა რომ გაზაფხულის ტოტზე, ხის ტოტზე იჯდეს ჩვენი ბეღურა. ამიტომ ავიღებ ორი ფერის მწვანეს, ორი შეფერილობის მწვანეს. ცოტა ღია მწვანით დავხატავ აი ესეთ პატარა ფოთლებს, ახლა დამოყვანილი, გამოჩეკილი ფოთლებია, ამოკვირტული, აი ასეთი. ყველგან გავუკეთოთ ტოტს ლამაზად. შემდეგ ავიღებ მუქ მწვანეს და მუქი მწვანითაც გავუკეთებ ჩრდილებს, ამ ჩვენს ფოთლებს. აი ასე. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე მინდა რომ ლამაზი ყვავილებიც, გაზაფხულის ყვავილები დავუხატო ამ ხეს. გული, შემდეგ 1, 2, 3, 4, 5. ყვავილის გული 1, 2, 3, 4, 5. მარტივია ყვავილის ხატვა. 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3, 4, 5. მე ყვავილებს გავაფერადებ ვარდისფრად და გამოვა ატმის ყვავილები. ატმის ყვავილებია ვარდისფერი, ასევე ტყემლის ყვავილებიც ვარდისფერია, ტყემლის ხის. აი ასე. ერთი ყვავილი დამჩა. 1, 2, 3, 4, 5. და ახლა ყვავილების გულები გავაფერადოთ ყვითლად. ესეთი საყვარელი ნახატი გამოგვევიდა. ახლა ავიღებ ცისფერ ფერს
და ცოტათი ხის და ჩიტის გარშემო დავფერავ ფურცელ ცისფერი ფანქრით. ძალიან არ დააწვეთ, რომ მკვეთრად არ გამოვიდეს, მუქი არ იყოს. აი ოდნავ დავფერო ღია ცისფერით, აი ასე. გარშემო შემოვუაროთ ჩვენს ჩიტს. ასე. ძალიან არ დააწვეთ ფანქარს. ცითით გადავიყვანოთ თუ სადმე გადასაყვანია ადგილები. ხის ქვეშაც დავფეროთ ცისფრად მერე. ხის ქვედა მხარეს. მგონი საკმაოდ საყვარელი ნამუშევარი გამოვიდა. ცოტა გამექცა ეკრანი. გავასწოროთ, აი ასე. აბა, კარგად ჩანს ყველასთან. თუ მოგეწონათ ჩემი პატარა ბეღურა და გაინტერესებთ სხვა ვიდეოებიც, გამოიწეროთ YouTube არხი და დაგვალაიქეთ. ნახვამდის.